დღემშვიდობისა ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი ხანი არ შევხვედრივათ ერთმანეთს, მაგრამ ესე ფეხი ვითრიე და ესეთი არაჩვეულებრივი ინფორმაციით, რაც გუშინ მოხდა კალათბურთის სივრცეში ჩვენმა ნაკრებმა გასვლაზეც და გუშინ სახლშიც ძალიან იოლად რო იტყვიან მივარჯიშეთ, ისე დავამარცხეთ დანიის ეროვნული ნაკრები. Რა თქმა უნდა, ეს არ არის საზომი, მეგობრებო, რა თქმა უნდა და ამ გუნდით ვერ განსაზღვრავთ ჩვენს დონეს, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი გავარჯიშება იყო და ყველაზე მთავარი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის მერკვილაძის აღმოჩენა, ეს სნაიპერი ადამიანი სად იყო აქამდე როგორ გჭირდებოდა და დიდება, რასაც ქვია. არ ვიცი, მეგობრებო, რა თქმა უნდა, აფრთოვანებული ვარ ბევრი კალათბურთელით ზოგადად მსოფლიოში, მაგრამ გონია, რომ არავის ჩამოუვარდება, იმდენად გასწორებული სროლა აქვს და არ ვიცი, აფრთოვანებული ვარ მისი თამაშით, მისი ბრძოლის უნარიანობით და ასე შემდეგ. მოკლედ, თუნდაც ამის გამო ღირდა ეს თამაშები, რომ ეს საოცარი ბიჭი ნაკრებში მოხვედრილიყო და მოდი ხა მეგობრებო სტატისტიკას შევხედოთ და რაც თავარია რო არ დამავიწყდეს შემდეგი თამაში გვაქვს უკრაინასთან და მერე ისევ ამ ჩვენს ქორწინებაში მყოფ ესპანეთთან რო არ აგვცდა საერთოდ არასოდეს და არ ვიცი, პრინციპში ისეთი ძლიერი როგორც ადრე იყო ხოლმე არა, მაგრამ ბრძოლა შეიძლება რაც თავარია და იქიდან გამომდინარე რომ შარშან ესე გაგვიჭირდა დანიასთან და სულ რაღაც 2 ქულით მოვიგეთ, ახლა გასვლაზეც და სახლშიც გუშინ 29 ქულა იყო სხვაობა და რა თქმა უნდა მეტიც შეგვეძლო და ხა მეგობრებო მინდა მივყვე ვინ რამდენი ჩააგდო რიდი ასევე მინდა ვთქვა რომ მგონი რომ საუკეთესოა მგონი არ ვიცი მეგობრებო ჯერ ვერ გაუსწრებ მოვლენებს მაგრამ კოჭებში ეტყობა რომ ყველაზე კარგი ჩამგდებია ის ლეგიონერი ვინც კი ყოლია მე ასე ვფიქრობ ხო და რიდმა აიღო გუშინ 29 ქულა შენგელია დაფრინავდა როგორც კაპიტან შეეფერება რაღაცა კარგვები ქონდა რა თქმა უნდა ისე დასანანი დაკარგვები ქონდა ბურთის მაგრამ არა უშავს მეგობრებო 27 ქულა ჩააგდო და მერკვილაძემ ალბათ ერთი გააფუჭა თუ არ ვცდები დანარჩენი რამდენიც ისროლა 12 ქულა აიღო სანაძე 8 ჯინჭარაძე 7 ტურძილაძე 4 ხატიაშვილი 2 და საოცრებაა რა ვიცი ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე ჩაგდებებით ეს ბიჭი და მით უმეტეს ქულის გარეშე არ მახსოვს მეგობრებო და ანდრონიკაშვილმა ერთი ბურთიც ვერ ჩააგდო და მოკლედ ქულა არა აქვს ანდრონიკაშვილს არც ისიანს რა თქმა უნდა კორსანტიას და ოჩხიკიძეც ესეც მიკვირს რომ საერთოდ ქულის გარეშე და ფევაძეც იგივე მდგომარეობაში და მეგობრებო გადავხედოთ საინტერესო რაღაცები მოხდა რა დააშავა მაგალითად სენეგალმა და კონგომ, ასე იგი სენეგალმა მოუგო 75-56, უგანდა ეგვიპტე 52-91 გაანადგურა ეგვიპტემ. შემდეგ გადავიდეთ პუერტო-რიკო, ბაჰამასი 71-66, იამაიკა, კანადა 81-97 მოუგო კანადამ, ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა 123-88, ნიკარაგუა, დომინიკის რესპუბლიკა 61-86. შემდეგ გადმოვიდეთ ქვევით ერაყი, იორდანია იქნება, არა, უბრალოდ ძალიან დიდი ბოდიში გადაიდო
ირანი, სირიაც გადაიდო, ლიბანი, ინდოეთიც გადაიდო, ყატარი, საუდის არაბეთიც გადაიდო. ახლა ევროპა, აზერბაიჯანი მაგარი ევროპა, პირდაპირ ცენტრია. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ მაკედონია 70-ით 78, უფრო იულად მეგონა რომ მოუგებდა მაკედონია, მაგრამ არა, ეს კი ნამდვილად მეგონა, სასომხეთი, ბულგარეთი 80-ით 100 გაანადგურა ბულგარეთმა გასვლაზე, ალბანეთი, სლოვაკეთი 68-ით 94, ირლანდია, ლუქსემბურგი 91-ით 85. აი ეს ჩემთვის ცოტა მოულოდნელია, ლუქსემბურგის მოგებას ფიქრობდი და აი გადმოვედით. ლიტვა, ისლანდია 99-ით 82, საქართველო, დანია 99-ით 60, რუმინეთი, პორტუგალია 101-ით 96. აი ეს არის კიდე გასაკვირი ჩემთვის, რომ პორტუგალიამ ვერ მოუგო რუმინეთს. რა თქმა უნდა, სხვაობა სულ რაღაც 5 ქულაა, მაგრამ ყოჩახ რუმინეთი. მონტენეგრო, საბერძნეთი, დიდი ანგარიში აქ არაფერი, 65-ით 79, აქ ცოტა მეცველოდი საბერძნეთისგან, თუმცა მოიგეს მაინც. შვეიცარია, ბოსნია, ჰერცეგოვინა 60-ით 91, აი აქ თავისთავად ბოსნიამ გაანადგურა. თურქეთი, სერბეთი. ფიქრობდი ნამდვილად, რომ თურქეთი მოუგებდა 94-ით 86. იტალია, დიდი ბრიტანეთი 84-ით 75, ესპანეთი, უკრაინა 78-ით 64, მეგობრებო. და რა დაგვიშავა მაგალითად NBA-იმ შესანიშნავი თამაშები იყო. ბრუკლინ ნეტსი, კლივლენდი 102-ით 106, ჩიკაგო, მილოუკი 120-ით 97, დენვერი, მინესოტა 108-ით 117, ინდიანა, მემფისი 106-ით 125, ატლანტა, პორტლენდი 135-ით 101, ორლანდო, დეტროიტი 92-ით 106, ბოსტონი, ფილადელფია 114-ით 98, რა თქმა უნდა, ბოსტონი მაგარ ფორმაშია, დალასი, ოკლაჰომა 87-ით 100, ლოს ანჯელესი, ნიუ ორლიანი 127-ით 117, ლოს ანჯელესი, საკრამენტო 128-ით 104. მოკლედ ესეთი კალათბურთული ეპიზოდით დაგიბრუნდით, მეგობრებო და მოკლედ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ეს გამსაზღვრელი არ არის დანიის ძალა და ესა დანიის დონე, მაგრამ რო იტყვიან კარგი გასართობი თამაშები იყო, რა თქმა უნდა, ხასიათი გამოიკეთეს. აი სერიოზული თამაშის წინ, რაც გველის უკრაინასთან და აი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი იმ წინაწაგებას ვანანებთ და როგორღაც აი ამ მოგებას მაინც ჩავიწერთ უკრაინასთან და ესპანეთთან მერე ვისაუბროთ, მეგობრებო და მოკლედ ყოველივე საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით და დროებით.